რასურს დვალიშვილს იანთან დაპირისპირებაში, რითია უკმაყოფილო ქართველის მეტოქე, რა რეკორდებს დაამყარებს დვალიშვილი გამარჯვების შემთხვევაში და რამ შეიძლება შეუშალოს ხელი გამარჯვებაში მერაბ დვალიშვილს. Ამ ინფორმაციების მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. Დავიწყოთ ლას-ვეგასიდან, სადაც რამდენიმე დღეში მერაბ დვალიშვილი უნიკალური რეკორდის დამყარება შეეცდება. 7 დეკემბერს სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ყოფილ ჩემპიონს პიოტრ იანს მეორედ UFC 323-ზე დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მერაბ დვალიშვილი გახდება პირველი ადამიანი ორგანიზაციის ისტორიაში, რომელმაც კალენდარულ წელიწადში ტიტული ზედიზედ 4-ჯერ დაიცვა. ჩვენი ჩემპიონი ასევე ეცდება გამარჯვებათა სერია 15-მდე გაზარდოს და ამით კამარუ უსმანს გაუთანაბრდეს. ამ უნიშნულოვანეს დაპირისპირებამდე მებრძოლებმა მედია დღეზე ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. ჩემი მიზანი იყო წელს 4-ჯერ მეჩხუბა და მადლობა UFC-ს, რომ ამის შესაძლებლობა მომცა და ამ მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვარ. მხოლოდ წონის ჩაბარება დამრჩა. წონისკლების პროცესი არასდროსაა მარტივი, თუმცა დღეს უკეთესად ვარ. ჩემთვის ვარჯიში და დისციპლინა არასოდეს ყოფილა პრობლემა. მცირე ტრავმებიც მქონდა, მაგრამ მე არასოდეს ვწუწუნებ. მხოლოდ UFC-ს ექიმებს ვატყობინებ. სირთულეს ჩემთვის მხოლოდ წონისკლება წარმოადგენს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. იანთან ბრძოლა ვადამდე ადრე მინდა დავამთავრო, მაგრამ ვიცი, რომ ეს რთული იქნება, რადგან იანი აქამდე არავის დაუფინიშებია. თუმცა მთავარი გამარჯვებაა, იმიტომ რომ ეს რეკორდული იქნება. ყოველი გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი გუნდისა და ქვეყნისთვის. მინდა გულშემატკივრებმა სანახაობით ისიამოვნონ. ჩემსა და იან შორის ბოლო ბრძოლამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ამჯერად უკეთესი ჩხუბი მინდა ჩავატარო. განვითარება მინდა. პირველი ბრძოლა ჩემთვის პირადული იყო. ეს ბრძოლა კი შეჯიბრია, რადგან ერთხელ უკვე ვიჩხუბეთ და მე ის დავამარცხე. ყოველ ჯერზე როცა ის იბრძოდა, მას გულშემატკივრობდი. როგორც მებრძოლი იანი ყოველთვის კარგი იყო. ერთადერთი პრობლემა, რაც მასთან მქონდა, ის იყო, რომ მჩაგვრელებით იქცეოდა. ჩემზე და ალჯოზე, ჩვენს გუნდზე სისულელეებს ლაპარაკობდა და უბრალოდ პატივს არ გვცემდა. ეს იყო პრობლემა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. ხელს ჩამოვარცხმევ და ცხოვრებაში საუკეთესოს ვუსულებ. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ იგივე მენტალობის და ზეწოლის შენარჩუნება მჭირდება. ამჯერად პიოტრე უფრო აგრესიული იქნება, მე კი უფრო ტექნიკური ვიქნები. ამავდროულად ცოტა გაბრაზებულიც უნდა ვიყო. ნახოთ, ჯერ წონა მოქვს ჩასაბარებელი. შაბათის გეგმებზე პარასკევს ვიფიქრებ. მინდა ვთქვა, რომ შტამბეჭდავი იყო საქართველოში ახალი MMA ორგანიზაციის რკენას ჩატარებული ივენთი. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. 10,000 კაციანი არენა სავსე იყო ხალხით და ეს შესანიშნავია. დიდებული შეუ შემოგთავაზეს. თუ UFC-ს საქართველოში ჩავატარებთ და ეს აუცილებლად მოხდება, ეს ბიჭები იბრძოლებენ და ბევრი ქართველი მებრძოლისთვის UFC-ს კარი გაიხსნება. დვალიშვილმა ბევრი იმუშავა, რომ ამ წონაში ყველაზე დიდებული მებრძოლი გამხდარიყო. ის UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დებილი უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო. ფაქტებს უნდა დაუჯერო. ამიტომ ეს ჩემთვის მოტივაციაც არის. წარმოიდგინეთ, იანი ზუსტად ასეთ მერაბს დაამარცხებს. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის. რაც შეეხება მის მეოთხე ბრძოლას 2025 წელს. შემახსენეთ, სად ჩაატარა მერაბმა ბრძოლები. სახლის უკანა ეზოში ჩხუბი ძალიან მარტივია. აქ ლოს-ანჯელესში მერაბი ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. მე შემიძლია სახლის უკანა ეზოში ყოველ შაბათს ვიჩხუბო. ის აქ ცხოვრობს, აქ ჩხუბობს. UFC-სთან 2018-ში კონტრაქტი რომ გავაფორმე, ერთ წელიწადში 5 ბრძოლა ჩავატარე. იმ დაპირისპირებების სახლში ჩატარება რომ შემეძლოს, 10 ბრძოლას ჩავატარებდი. მაშინ პირველი ვიყავი, ვინც ერთ წელიწადში ამდენი ბრძოლა ჩაატარა. სამყაროს მეორე ბოლოდან ჩამოვდივარ და სტერლინგს თუ დვალიშვილს მათ ქალაქში ვეჩხუბები. ყველაფერი ჩემ წინა აღმდგა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენად არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით. წინა ჩხუბთან შედარებით ახლა ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს. თუ დააკვირდებით სხვა რემატჩებს, მეორე ჯერზე ყოველთვის უკეთესად ვჩხუბობ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სტერლინგს მეორე ჯერზე მოვუგებ. მინდა ამჯერადაც ასე მოხდეს. ამ შემთხვევაში კი ვთვლი, რომ მერაბი ნებისმიერ რემატჩს დაიმსახურებს, რომელიც მოუნდება და ვფიქრობ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში UFC-ც ამაში მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, მაგარი ტრილოგია გამოვა. იმედია, რომ ამ ტრილოგიას ვერ ვიხილავთ და მერაბი მორიგ გამარჯვებას და მორიგ რეკორდებს 7 დეკემბერს დაამყარებს. აღსანიშნავია, რომ სხვა ბრძოლებისგან განსხვავებით მერაბი ახლა აშკარა ფავორიტია. გულშემატკივრის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მერაბი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. ერთადერთი რამაც შეიძლება ქართველს პრობლემა შეუქმნას, ეს წონისკლება, რადგან წელიწადში 4 წონისკლება უდიდესი გამოწვევა და ამ ფაქტმა შესაძლოა დიდი როლიც ითამაშოს. თუმცა იმედია, რომ ეს ყველაფერი მერაბის სასარგებლოდ წარიმართება და იანის დაფინიშება შეძლებს. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ და რომელ რაუნდში შეძლებს მერაბი გამარჯვების მოპოვებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე არ დაგავიწყდეთ, ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგჭეთ მორიგი საინტერესო სიახლეები ქართველ სპორტსმენებზე.